მინდა დღეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გავაკეთო. ერთი კვირის უკან ვიყავით ქუთაისში და ჩემს კომპანიის ქუთაისის ფილიალის დირექტორს მოულოცეთ დაბადების დღე. ჩვენ როცა მივედით, დაახლოებით 100-მდე ქალბატონი დავხვდა. და ცერემონიალის დაწყების შემდეგ ამ 100 ქალბატონიდან ერთი ახალგაზრდა გოგონა გამოვიდა, ძალიან ლამაზი, მომხიბვლელი, კარგი მოსაუბრე და მთხოვა, რომ მასთან გადამეღო სურათი. და მე ვთხარი, რა ხდება, რა არის 18-შიო დაბადების დღე მაქო და მინდაო ვიბლატაო ქუთაისშიო და უნდა დავდო შენთან გადაღებული სურათიო. მე მას შევპირდი, რომ აუცილებლად 18-ში დღეს მე ქუთაისში ჩავიდოდი. ამის შემდეგ რა უნდა თქვა, ხო? ამის შემდეგ მინდა მე სულითა და გულით ნიცა ბიბილეიშვილს მიულოცო დაბადების დღე და შენ იმდენად მაგარი გოგო ხარ, შენ იმდენად თამამი ხარ, ისეთი ნაბიჯი გადადგი და იმდენად თავდაჯერებული ხარ, ჩვენ ყველაფერს მიაღწევ. ჩვენ სულით და გულით გილოცავ დაბადების დღე. გიო, მოიწე. მე ჩემთვის ეს ოთახი ძალიან მნიშვნელოვანია. თუ სადმე ვისვენებ, ამ ოთახში ვისვენებ, ეს არის ჩემი ძირითადი კაბინეტებს შორის და მე ყოველ დღე სანთელს ვანთებ დედაჩემის სურათთან და მე და დედაჩემი გილოცავს დაბადების დღეს. აგრეთვე ჩემთვის ძვირფასი ადამიანი არის საქართველოს პატრიარქი და პატრიარქიც გილოცავს დაბადების დღეს. აი ეს გოგონა ნახევარმა საქართველომ გაიცნო, მაგრამ დღეს ჩვენ მას მოულოცავთ დაბადების დღეს და მას ნახევარი მსოფლიო გაიცნობს. აი ეს ის გოგონა თავისი სითამამით მე და ეს ლამაზი პატარა გოგონა რო ერთად გადავხვდით, აუზში ერთად გადავხვდით. მე მინდა ყველაფრისთვის დიდი მადლობა გადაგიხადოთ და მე მინდა ნიცას კიდევ ერთხელ მოულოცო ჩემი კომპანიის სახელით დაბადების დღე და ჩვენ მოვდივართ ქუთაისში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩვენი პატარ-პატარა საჩუქრებით, რომელსაც ახლა ჯერ არ ვანახებთ, იმიტომ რომ ესეა საჭირო. გილოცავ წარმატებას, გილოცავ დაბადების დღეს და შენ იმდენად დაჯერებული ხარ შენ თავში, რომ შენ გახდები ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესო გოგონა. 16 წლის გოგონამ მე რომ დამარწმუნა, რომ ჩვენ უნდა გადავხდარიყავით ბასენში, შენ ყველაფერს მიაღწევ. გისურვებ წარმატებას.